შედგება თუ არა კვარაცხელიას დებიუტი რეიმსთან. რას ამბობს ლუის ენრიკე ქართველზე? მიქაუტაძის და დავითაშვილის კომენტარები და MMA-ის 15 წლის ქართველი მებრძოლის დებიუტი. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე აქ. დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც რამდენიმე საათში დიდი ალბათობით პარის სენ-ჟერმენში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგება. ქართველი უკვე მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და როგორც ცნობილია, გარემოს იდეალურად მოერგო. შეგახსენებთ, რომ პარის სენ-ჟერმენი ლიგა 1-ის მომდევნო ტურის შეხვედრას რეიმსთან გამართავს. შეხვედრა 26 იანვარს თბილისის დროით 00 საათსა და 5 წუთზე დაიწყება. უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, 25 იანვარს ღამის 12 საათიდან. ამ შეხვედრამდე, რა თქმა უნდა, მედიასთან ხვიჩას დებიუტზე ისაუბრა პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ. კვარაცხელია გუნდს გააუმჯობესებს. ამაში დარწმუნებული ვარ. მისი შესაძლებლობები კარგად ადაპტირდება ჩვენს თამაშის სტილთან. კვარაცხელიას დამატება წინა ზაფხულსაც გვინდოდა. მისი პროფილი კარგად შევისწავლეთ. ჩვენს იდეებს იდეალურად მოერგება. დაიწყებს თუ არა ძირითადში. არ ვიცი, ნახოთ. ის უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. ფიქრობ, კარგად გაიგო, რასაც ვითხოვ მისგან, რითაც კმაყოფილი ვარ. ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია. ადაპტაცია არ გაუჭირდა. არ ვიცი, როდის დაიწყებს ხვიჩა თამაშს. ეს ვარჯიშზეა დამოკიდებული. ეს ძალიან რთულია გუნდის სათამაშო დონიდან გამომდინარე. როდიდან დაიწყებს ის თამაშს, ეს არ არის მნიშვნელოვანი. თავარია რომ კვარა ჩვენთან არის და დინამიკაშია. ფიზიკურად ის თავს ძალიან კარგად გრძნობს. ვარჯიშებზე უკვე ვნახეთ და არანაირი პრობლემა არ აქვს. კვარა მზადაა. რას ველი ხვიჩასგან? მისი მახასიათებლები ადაპტირებულია ჩვენს სათამაშო სტილთან. ჩვენ ვეძებთ ფეხბურთელის თანდაყოლილ თვისებებს, მათ გასაუმჯობესებლად. ის კართან რაც შეიძლება ხშირად უნდა იყოს, რომ დარტყმა შეძლოს. ვფიქრობ, რასაც ის გუნდს მოუტანს, დადებითი იქნება. რაც შეეხება ბარკოვას და კვარაცხელიას ერთად თამაშს. მათ ერთად თამაში შეუძლიათ. შეტევაში 7 მოთამაშე გვყავს, რომლებთანაც სხვადასხვა კომბინაციებისა და სათამაშო სქემის შემუშავება შემიძლია. ჩემთვის მნიშვნელოვანია დავინახო ამა თუ იმ ფეხბურთელს გუნდისთვის რა მოაქვს. ეს იქნება შეტევაში თუ დაცვაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარის სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაზე სიტის მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო. რის შემდეგაც ლუის ენრიკემ ასევე განაცხადა, რომ გუნდში კონკურენცია კარგია და ამის გამო მის გუნდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის ექნება. მან ასევე ისიც თქვა, რომ კვარაცხელიას დიდი ხანი აკვირდება. ახსოვს მისი პერფორმანსი საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირების დროს. ენრიკეს განცხადებით, უზარმაზარი თვისებების მქონე ქართველი იდეალურად ერგება პარის სენ-ჟერმენის თამაშის ხედვას. მისი თქმით, ქართველს ისევე კარგად შეუძლია 10-ის პოზიციაზე თამაში, როგორც 9 ნომერზე. რა პოზიციაზე მოგვებლინება ქართველი, ეს რამდენიმე საათში უნდა ვნახოთ. მანამდე კი გეტყვით, რომ მართალია, ხვიჩა ლიგის შეხვედრებში პარის სენ-ჟერმენს მინდორზე ვერ ეხმარება, მაგრამ ტრიბუნებიდან გულშემატკივრობს. სწორედ სიტისთან შეხვედრის შემდეგ შედგა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენის პრეზიდენტთან და სანდრო მამუკელაშვილთან შეხვედრა. რა დროსაც ქართველმა პარის სენ-ჟერმენის გამარჯვებაზე მოკლე კომენტარიც გააკეთა. დაუჯერებელია, გუნდი ძალიან კარგია. კარგი შეხვედრა იყო. გილოცავთ. კონგრესს. ქართულ შემტევზე კომენტარი გააკეთა პარის სენ-ჟერმენის მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამაც. იტალიის ნაკრების კაპიტანმა, რომელიც ნეაპოლელია, ქართველი შეაქო და ხუმრობით თქვა, რომ ხვიჩასთან ნეაპოლიტანურ დიალექტზე ისაუბრა. მასთან საუბარი იტალიურად დავიწყე, უფრო სწორედ ნეაპოლიტანურად. ხვიჩამა რამდენიმე სიტყვა იცის. ბრწყინვალე ბიჭია და ისედაც ძლიერ გუნდს, რომელიც ყავს, დიდ დახმარებას გაუწევს. მასთან ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიდან პარის სენ-ჟერმენში 70 მილიონ ევროდ გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. როგორც გითხარით, დიდი შანსია, რომ ქართველის დებიუტი რეიმსთან შედგეს. ასე რომ, დაველოდოთ ამ შეხვედრას და კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვოთ ქართველს. კლავს საფრანგეთი და ამჯერად გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ლიონთან ერთად ევროპა ლიგის მე-7 ტურში სტუმრად ფენერბახჩეს დაუპირისპირდა. მართალია შეხვედრა უგოლოდ დამთავრდა, მაგრამ გიორგი მიქაუტაძემ თამაში ძირითადიდან დაიწყო. მოედანზე 79 წუთი გაატარა და საკმაოდ აქტიური იყო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაახლოებით 40 წუთი ქართველმა ლაკაზეტთან ერთად წყვილში ითამაშა, რაც მიმდინარე სეზონში იშვიათად ხდება. ჩვენმა ბომბარდირმა შეხვედრის შემდეგ ამ თემაზეც ისაუბრა. კარგი ქულა, მოსაგებად საგოლე მომენტები ჰქონდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენი მებრძოლი სულისკვეთება ვაჩვენეთ. მომეწონა ლაგაზეტთან მოედანზე ურთიერთობა. პოზიტიური რაღაცეები იყო. ის ხშირად უკან იხევდა, როცა ბურთი მქონდა, რაც მასთან კომბინირების შესაძლებლობას მაძლევდა. ეს კარგია მომავლისთვის და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება. აქვე მოკლედ გეტყვით იმასაც, რომ ლიონის მთავარმა მწვრთნელმა ქართველზე გავრცელებულ ჭორებს უპასუხა და განაცხადა, რომ მიქაუტაძე მინიმუმ სეზონის ბოლომდე ლიონის ფეხბურთელი იქნება. გიორგის გუნდი ევროპა ლიგის ბოლო ტურში 30 იანვარს ლუდოგორეს უმასპინძლებს და დიდი ალბათობით პლეი-ოფში პირდაპირ მოხვდება.
თუმცა მანამდე ლიონი 26 იანვარს ლიგა 1-ში სტუმრად ნანს დაუპირისპირდება. ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი კი რამდენიმე საათში საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში სტუმრად ოსერს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ქართველმა პირველ წრეში ოსერთან საშინაო შეხვედრაში ჰეტ-ტრიკი შეასრულა. სწორედ ამ და სხვა თემებზე ისაუბრა ზურიკომ შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. დავითაშვილი, რა თქმა უნდა, ხვიჩას საფრანგეთში გადასვლის საკითხსაც შეეხო. საუბრობთ მოგონება, რა თქმა უნდა, ეს ჩემს ულში იქნება და დარჩება ყოველთვის და ყოველთვის მახსოვდება, მაგრამ ეს ახალი თამაშია. ჩვენ ახალი მწვრთნელი ყავს, სხვა გუნდი ვართ, ასე ვთქვათ, სხვანაირი სტილი ვთამაშობთ. ოსერმაც ამ თამაშის მერე ბევრი კარგი თამაში ჩაატარა, ბევრი თამაში მოიგო და ანუ სხვა თამაში ჩემი აზრით, სხვა თამაში უფრო რთული თამაში იქნება. შევეცდები რომ რა თქმა უნდა გოლები გავიტანო ისევ. რა თქმა უნდა ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, 10 წლიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვთამაშობთ. ერთმანეთს ასე ვთქვათ, ყველაფერი ვიცით და ერთმანეთს სულ ვესაუბრებით, სულ ველაპარაკებით. ჩემი ბავშვი ნათლიაც არის და ძალიან მოხარული ვარ რომ ამ ლიგა 1-ში მოვიდა და მეცემენ საშუალება რომ ერთად ვითამაშოთ. ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ close ვიქნებით ერთმანეთთან და ხშირად ვნახავთ ხოლმე. შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 6 გოლი და 2 საკულე პასი აქვს. სენტ-ეტიენი კი ლიგა 1-ში 17 გოლით მე-16 ადგილზეა. კვლავ საფრანგეთი და ამჯერად კალათბურთი. როგორც უკვე ნახეთ, პარიზში სანდრო მამუკელაშვილი იმყოფებოდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ NBA-ის გადაწყვეტილებით პარიზის ბერსიმ NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრას უმასპინძლა სან ანტონიო სპურსსა და ინდიანა პეისერსს შორის, რომელიც სანდრო მამუკელაშვილის გუნდის გამარჯვებით 140-ით 110 დამთავრდა. ამ შეხვედრაში ქართველმა 11 წუთი და 17 წამი ითამაშა და 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. მის ანგარიშზეა თითო ჩაჭრა და დაფარებაც. შეგახსენებთ, რომ სან ანტონიოს 20 მოგება და 22 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. სპურსი მომდევნო შეხვედრას 25 იანვარს გამართავს და ისევ ინდიანას დაუპირისპირდება. საფრანგეთში ქართველების გამოსვლა ამით არ დამთავრებულა. ამჯერად MMA და პარიზი, სადაც 15 წლის ზუკა ჭეშმარიტაშვილის დებიუტი შედგა. კინგბოქსინგში საფრანგეთის ქართველმა ჩემპიონმა MMA-ის 2 ბრძოლა უპრობლემოდ მოიგო და საფრანგეთის ჩემპიონატზე კვალიფიკაციაც გაიარა. ზუკას წარმატებაზე ადრეც მოგიყევით და რა თქმა უნდა ამას მომავალშიც გავაგრძელებთ, რადგან საფრანგეთის MMA-ის ჩემპიონატი 8 თებერვალს დაიწყება. ასე რომ წარმატებები უსურვოთ ზუკას და ყველა ქართველ სპორტსმენს. ბოლოს თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ხილები, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.